გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო. ეს გახლავთ ვიდეო მისი გეგმები თქვენზე. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. რას გეგმავს თქვენი ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? მან მართლაც მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის ხმლების ტუზი, რაც ნიშნავს გადაწყვეტილებას. შესაძლოა ის დიდი ხანი ფიქრობდა, სანამ მივიდოდა ამ დასკვნამდე, ასე ვთქვათ, თუმცა ეს მყარი გადაწყვეტილებაა. ნახოთ რა გადაწყვეტა მან. ესე იგი, მოდით ავამატოთ, სანამ გავახმოვანებ. მან გადაწყვეტა, ეს თუ არის მისი გადასაწყვეტი, რა ვიცი, რატომღაც ასე ჩანს კარტებში, რომ თქვენ ხართ მისი საკუთრება, რომ მან თქვენში ოდესღაც ალბათ სავარაუდოდ ჩადო უკვე ინვესტიცია, ამიტომ თქვენ უკვე ხართ, ასე ვთქვათ, მის მუჭში მოქცეული, მეტაფორულად რო ვთქვათ, ხელში ყავხართ, რაღაც ასეთი არკანებია. და მისი გონების ხარჯზე მან მიაღწია, მან გადადგა წინ დახედული ნაბიჯები, შეინარჩუნა მატერიალური სტაბილურობაც და ამავე დროს თქვენი სიყვარულიც. ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენ ხართ მისი კომფორტი და თქვენ იმსახურებთ ფუფუნებას, იმსახურებთ კარგად ყოფნას. ამაზე მიიღო გადაწყვეტილება და რას ნიშნავს ეს? სიყვარულს ძვირფასებო, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ მას გაუღვივდა თქვენს მიმართ გრძნობა, სიყვარული, თქვენ ხართ მისი სათაყვანებელი პიროვნებაც, ამავდროულად მეგობარიც. თქვენ გაქვთ რაღაც ნიჭი და უნარი, რომ გაუგოთ ადამიანს, თქვენ მისი გესმით, შესაძლებელია უსიტყვოდ. თუმცა ხართ შორს, შესაძლებელია ახლა მას აქვს რწმენა იმის და ოპტიმიზმი, რომ თქვენ ახლა სადაც ხართ ბედნიერად და ეს გრძნობა, რაღაც ეს ფიქრები მას ამშვიდებს თითქოს. ესე იგი, თქვენ სადაც ხართ, ახლა თქვენ ძლიერდებით მენტალურად, სულიერად, უფრო, ასე ვთქვათ, ინტუიციური ხდებით, უფრო დაბალანსებული და გაწონასწორებული. კარგით, რას ფიქრობს ნახოთ თქვენზე ეს ადამიანი? ესე იგი, მისი აზრით რაღაც მოხდა პრობლემები და კარგი წარუმატებლობა, რაც იყო შეცდომა მისი აზრით. თუმცა ის თulis, რომ მისი ტრიუმფი წინ არის, ანუ ჯერ არ მიუღწევია მას ტრიუმფს და მალე მიაღწევს. მალე იქნება კარგი ამბები.
იმიტომ რომ მან ამაში ჩადო შრომა, ის პროგრესირებს მისი აზრით, ეს არის რაღაც რეორგანიზაცია, რაც არ უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, დაუშვათ თუ დროებით არ ხართ ერთად, ან თქვენ წახვედით, ან ის წავიდა, თქვათ სამსახურის გამო, შეიძლება ამ ფინანსების გამო, ან თუ მან სამსახური შეიცვალა და ესეც აისახა რაღაც თქვენს ურთიერთობაზე, ის თვლის რომ კი არ იყოს სასიამოვნო პერიოდი, მაგრამ ყველაფერი წინ არის კარგი თქვენს ურთიერთობაში. ის სიტუაციას აკონტროლებს, სიძენელებს გადალახავს და უკვე ამას აკეთებს წარმატებულად მისი აზრით. მას აქვს ენერგია, რწმენა, კიდევ ერთხელ ისმება ამას ხაზი, თავდადება იმის, რომ მიაღწიოს გამარჯვებას. და ასევე ფიქრობს იმას, რომ თქვენ ძალიან იზიდავთ და ამის გამო ის კიდევაც ეჭვიანობს, რომ ესე იგი, რადგან მას ასე ძალიან იზიდავთ, თქვენი ენერგეტიკით, სილამაზით და ყველაფრით, ის ფიქრობს, რომ სავარაუდოდ რამდენი ადამიანი იქნება, ვისაც თქვენ იზიდავთ და ის ამაზე ეჭვიანობს, ანუ არ არსებულ პიროვნებებზე, რომლებშიც ის არ არის დარწმუნებული, რომ ვინმე არის თუ არა ასეთი, მაინც ეჭვიანობს. კარგით, კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს თქვენთან მოსვლას, შეიძლება ეს არ არის სწრაფი ნაბიჯები, თუმცა მისი გზა არის თქვენსკენ მომართული, შეიძლება რომ დროში გაწელილი იყოს ცოტა, მაგრამ მაინც მას სურს თქვენთან მოსვლა და შანსი თქვენგან, რა თქმა უნდა. მას სურს გითხრათ, გთხოვოთ, რომ მისცეთ შანსი და თქვენი ურთიერთობის ერთი საფეხურით, ასე ვთქვათ, ანუ სხვა საფეხურზე რომ გადაიყვანოს თქვენი ურთიერთობა უფრო უკეთესზე, მისცეთ ამაზე თქვენ შანსი. ამის თხოვნა სურს, როდესაც მოვა. კარგით, რა გეგმები აქვს თქვენთან ნახოთ? ესე იგი, პირველ რიგში რომანტიკა ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ჰარმონია უნდა თქვენთან, მშვიდობა უნდა თქვენთან. სურს რომ გაგახაროთ რაღაც მატერიალურით, ეს შეიძლება იყოს საჩუქრები, რაღაც სხვადასხვა სიურპრიზები შესაძლებელია, რაც თქვენ გახარებთ. და უბრალოდ დაისვენოს თქვენთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ მას ენერგიას აძლევთ, თქვენთან ის აღიდგენს ძალებს, თქვენთან ის თავს გრძნობს შესანიშნავად. ეს არის გეგმა, რომ თქვენთან ერთად გაატაროს დრო, შესაძლებელია ეს იყოს დაუშვათ წაგიყვანოთ სადმე სხვებისგან მოშორებით, სადაც იქნებით მხოლოდ თქვენ ორი, სადმე რომანტიულ ადგილას, მაგალითად, სადაც შეიძლება იქნება ზღვა, ან მთები თუ იქნება, მაინც იქნება წყალი, შეიძლება აუზი და ასე შემდეგ. ანუ რომანტიულად, განსაკუთრებით რომანტიულად ლამაზი გარემო. კიდევ რას გეგმავს? მას სურს ძველი, ანუ რაც ხდებოდა თქვენს შორის ადრე, მთლიანად დაასრულოს და დაუსვას წერტილი მთლიანად. და აღადგინოს სამართლიანობა, აღადგინოს ბალანსი და ჰარმონია და მიიღოს დამსახურებული ჯილდო თქვენი სახით. ანუ თქვენ ხართ მისი ჯილდო. კარგით, მოდი ამოვიღოთ რჩევა თქვენთვის და ამაზე დავასრულოთ. რჩევა თქვენთვის. ესე იგი, დღეს სავსე მთვარეა თხის რქაში და თხის რქის არკანი ამოვიდა. შეხედეთ, ძვირფასებო, აწერია თხის რქა. ეს არის მონეტების პაჟი.
ანუ რჩევა თქვენთვის არის არ აჩქარდეთ. რა თქმა უნდა მიიღეთ როცა მოვა, თუმცა არ იჩქაროთ ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა. გისურვებთ წარმატება.